საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველ კვირეულად მატულობს და სავარაუდოდ ეს პროცესი შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, თუმცა მისივე თქმით, გრიპის ვირუსის შემთხვევები წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მხრივ ნათლად ჩანს გრიპის შემთხვევების მატება, ეს მატება არ არის ისეთი, როგორიც იყო 2 წლის წინ და პრაქტიკულად უცვლელია თუ შარშანდელ მონაცემებს შევადარებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გრიპის შემთხვევების მატება, ეს მატება სტაბილურია და სწორედ გრიპს გამოვარჩევთ ამ თვალსაზრისით, ვინაიდან გრიპს გააჩნია გართულებების განვითარების უფრო მაღალი რისკი და სტაციონარებში მაღალი მიმართვიანობა სწორედ გრიპის შემთხვევების მატებით არის გამოწვეული, განსაკუთრებით ეს ეხება ფილტვების ანთებას. მარტო იაშვილის კლინიკაში დეკემბრის განმავლობაში 36 დადასტურებული შემთხვევა ჰქონდა ვირუსული პნევმონიის, რაც ძალიან დიდი ციფრია და რაც ნათლად მივხვდებს იმაზე, რომ ბავშვებში სწორედ გრიპი გახლავთ ეს ვირუსი, რომელმაც შეიძლება უფრო მეტად გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და უფრო მეტად გამოიწვიოს ზოგადი მდგომარეობის დამძიმება. როგორ იცავს თავს მოსახლეობა ვირუსისგან და რას ფიქრობენ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე? ეს კითხვა რიგით მოქალაქეებს დავუსვით. მე თავის დროზე ავიცერი. სხვებსაც მოვაწოდებ აიცრამ, რაც მე არ შემშინებია ავიცერი ჩვეულებრივ. არც უთხილდები თავს არანაირად. ზოგი შეშინებული არის. აი ვირუსი. რა დავდივარ ჩემს ჩვეულებრივ. ანუ არ იყენებთ რაიმე სახის არავით არის, არაფერი. უთხილდებით სახში ვარ ხშირად, გარეთ იშვიათად გამოდივარ პენსიონერი ვარ. პიტნის ჩაის, გვირილის ჩაისთან ერთად ნიორი, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი. ცხელი ჩაი და ძირთადად ესე რა. წამლებით ნაკლებად, განსაკუთრებით ანტიბიოტიკებს ნაკლებად ხმარობ. ვაქცინაცია არ გამკეთებია. ვაქცინაცია წასული იმაზე 4-აც რა მქონდა. გამოვიყენე ნამდვილად და არ მქონია. ჯანმრთელობას არ უჩივი. რაც შეეხება ჩინეთში გავრცელებულ ვირუსს, რომელმაც ბოლო კვირებია საზოგადოების ნაწილის შეშფოთება გამოიწვია, მედიკოსები საგანგაშოდ არ მიიჩნევენ და ასეთ განმარტებას აკეთებენ. ჩინეთში გავრცელებული ვირუსი ეს არის მეტაპნევმოვირუსი, რომელიც ითვლება ბავშვებში ამბულატორიული მიმართვიანობის გამომწვევი ერთ-ერთ ყველაზე ხშირ ვირუსად. საქართველოში ეს ვირუსი კარგა ხანია ცნობილია. ყოველკვირეულად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკაში ფიქსირდება ამ ვირუსით გამოწვეული ინფიცირების შემთხვევები. შესაბამისად, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არ არის ახალი ვირუსი და ეხლაც საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ანუ მაშინ, როდესაც მოიმატა რესპირაციული ვირუსული ინფექციის შემთხვევა, ანალოგიურად მოიმატა მეტაპნევმოვირუსის შემთხვევა, ასე რომ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება და ჩვენთვის ეს ვირუსი არ წარმოადგენს ახალ ვირუსს, განსხვავებით კორონავირუსისგან, რომელიც მართლაც სრულიად ახალი ვირუსი იყო. შეგახსენებთ, რომ მედიკოსები გრიპის შემთხვევების მატების დინამიკას მომდევნო კვირებში ცელოდებიან.